ვახსენოთ რუსების ნაწილიც დღეს წამოგვეწია ნარიშკინის რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებები, რომელიც აი ყოველგვარი გადაჭარბების და გაზვედების გარეშე წვეთი წყალივით გავს საქართველოში ოცნების პროპაგანდის შინაარს. პირიქით უფროსორი იქნება თუ ვიტყვით, იმიტომ რომ ის უფრო ძველია და ასე თქვა ჩამოყალიბებული და ფორმირებული, ანუ აქაურების. თავისთავად ის ფაქტი, რომ ქართულ ოცნებას და მის ლიდერებს კობახიძე იქნება თუ სხვები მაკებრებად შერჩნენ გავრილოვები, ხო? დღეს გავრილოვმა ცნობილმა გავრილოვმა შეაქო თავისი მასპინძელი თავის დროზე წესიერად ბოლომდე ვინც ვერ მოახერხა მისი დაცვა და მასპინძლობა კობახიძე თავისი ნაბიჯებისა და განცხადებებისათვის, ისევე როგორც დუგინი საერთოდ ხო აღფრთოვანებულია იმით როგორც იქცევა ქართული ოცნება ადგილზე. მე მგონი ნორმალური ქართულისთვის ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს ამის პარალელური პროცესი. ამერიკის შეერთებული შტატები მემაინ შტაბის-შტილებამ რჩება კიდევ ცდილობს რაღაცა ტიპის არხების გამოყენებას, რაღაცა ტიპის დარწმუნების ძალისხმევას იმისთვის, რომ ივანიშვილი შემოიყვანოს ამ დიალოგში. ივანიშვილისგან ჩაკეტილი კარი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ? რა არის ის, რისიც ივანიშვილს უფრო მეტად ეშინია ბოლოს და ბოლოს სარგებელზე რო არაფერი თქვა? მოგისალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მანამდე მცირე ექსკურსი და წინა შეკითხვაზე ჩემი კომენტარი, იმიტომ რომ ფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ექსკურსი გულისხმობ, საიდან დაიწყო შეთქმულების თეორიის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ძალიან სწრაფად 2022 წელს თებერვალში და გახსოვთ პირველი მესიჯები ქართული ოცნებისგან იყო შემდეგი, რომ მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეგნანი ითხოვდა ან რეალურად შეხვდა უკვე არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ, არ გვითხრეს ამ შეხვედრის შინაარსი და უკვე 3 წელიწადია ვისმენთ პროპაგანდას, ცრუ შინაარსებს მეორე ფრონტის იდეის შესახებ, ხო? აი ამ შეხვედრაზე თითქოს გაჟღერდა რაღაც ისეთი, მეტიც ჩვენ ეს ამ შეხვედრაზე რამე მსგავსი შინაარსის რომ გაჟღერებულიყო მართლაც გარწმუნებთ რომ არ მოერიდებოდნენ ამ ჩანაწერის გავრცელებას და გახსოვთ ჩვენ წინა საარჩევნოთ ველოდით კიდევაც თუ რამე ასეთი ქონდა მიახლოებული თუნდაც ფაბრიკაცია რომ ოცნება ამას გაუშვებდა არ გაუკეთებიათ ეს გასაგებია ცოტა ხნის წინ კალაძემ თქვა რომ გაიძულებენო და გამოვაკვეთო ხო ამაზე ლაპარაკობენ თუმცა ამას ვერ ვხედავთ და ამასობაში დღეს რისი თქვა მინდა ამ ხაზს თუ გაუყვებით ეს შეხვედრის ეს მოთხოვნა რომელიც სანამ გააჟღერებდა ამას საელჩო ხო იქნებოდა არაფორმალური გზებით თუ ფორმალური გზებით დახურულ იმაში რა ქვია აძლევდა შესანიშნავს შესაძლებლობას ოცნებას რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი რაღაცნაირად ახალი სუნთქვა პროპაგანდისტვის შეეძინა ესეც კი არ გააკეთეს და მეტიც ჩვენ ნახეთ რომ ბიძინა ივანიშვილს რომელსაც კიდევ მეორე ამ პასუხის ნაცვლად მართლა შეეძლო რომ თან მეორე ამ ნარატივის ნაწილი გახსოვთ თქვენ ამ პროპაგანდის იყო ის რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აღარი დადგება დღის წესრიგში ესე იგი საქართველოს რაღაცა იმაში ჩართვა ომში და შესაბამისად დალაგდება ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა. უკრაინაში ომი ისევ მიდის, გრძელდება და მათ შეეძლოთ ეთქვათ რაღაცნაირად მიენიშნებინათ მაინც რომ აი კიდევ ერთხელ სწორედ ამ საკითხის გამო ჩვენ ვერ ვლაგდებით ამერიკის შეერთებული შტატებს. სანაცვლოდ რა მოვისმინეთ ამ ადამიანმა ილაპარაკა კონკრეტულ ათასებზე და არ ვიცი დოლარებზე და ბოდიშმა მithოვია მილიარდებზეა. ხო, ბატონო, რამდენიმე ესე იგი, კონკრეტული ბანკები და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს რომ სინამდვილეში ის რა ჩვენ ყველა ისეც ვარაუდობდით რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი ის საკითხები რაც გაბნომელმა ისაუბრა, ბატონმა ანდრომისაუბრა, ის რომ მაგალითად ამ წუთას ვიყოთ ვითარებაში, როდესაც იგივე სირიის რეჟიმს ამერიკის შეერთებული შტატების გავლით დაველაპარაკებოდით ამ თქვათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე, არ ვიცი პოსტ-უკრაინისეულ თუ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს ადგილზე იმსჯელებდნენ და ამის ნაწილი იქნებოდა მათ შორის ის რაც ანდრომ თქვა რომ კი პუტინმა შეიძლება რაღაც გარანტიები მოითხოვოს, მაგრამ როგორი უნდა იყოს დასავლეთის ხედვა მაგალითად საქართველოს ბედზე და ამ თვალსაზრისით ჩვენ თუ მათ შორის ჩვენ ვიწრო რეგიონში აზერბაიჯანს სომხეთს შორის უკვე გამზადებულ ხელშეკრულებაზე სადაც რამდენი დიდი სახელმწიფო ერთი მხრივ შესაძლებლობებს აჩენს, აღმოსავლეთის დერეფნის ნაწილში საქართველოს
საქართველოს ალტერნატივის ჩამოყალიბებას ამერიკელები ამ საქმეში განსაკუთრებულად გვჭირდებიან ჩვენ რომ სხვა ამას ასე ეფექტურად ვერ გააკეთებს. არ არსებობს მცირე სახელმწიფო, რომელსაც არ ჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი კი არა, ნებისმიერი საგარეო პარტნიორი, რომელიც მის ინტერესებს ამა თუ იმ არენაზე თუ ფორუმზე და აღავლაპარაკო გლობალ ისეთი power-ზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, ანუ რომ დაუბრუნდეთ მთელი ეს ამბავი, ეს ქვეყანა ამ ხარდაჭერას კარგავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული წყენების გამო, სადაც ის კიდევ მეორე საერთოდ აღარ ლაპარაკობს, მათ შორის ამ წერილშიც, რომ თითქოს რაღაცა ეს იყო რაღაც გეოპოლიტიკური შეუთანხმებლობის საკითხი და სადაც მან თითქოს საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვა. რაც შეეხება იმას, ცდილობს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ფორმით შეინარჩუნოს მასთან ურთიერთობის გადატვირთვის რაღაც, არ ვიცი, სივრცე დაიტოვოს. მე მგონია რომ ეს ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ ეს უბრალოდ სანქციების რეჟიმის არ ვიცი ქრესტომატიული წარამძღვრებია ის რაც ახლა ხდება რა ანუ სანქციებს ახლავს რაღაც თავისი ესკალაციის ლოგიკა აქვს ანუ იწყება მცირეთი და შემდეგ რთულდება და ძლიერდება გარდა მაგისა ნებისმიერ დემოკრატიაში ამ შემთხვევაში ამერიკულში რომელშიც პრეზიდენტი ახლახან შეიცვალა და ასე შემდეგ საჭიროა გარკვეულების კონსენსუსი, ბიუროკრატიის გადაწყობა და ამ ყველაფერმაც წაიღო დრო, ანუ სანქციების ლოგიკას დაემატა ეს საკითხები და ამ თქვენ ფიქრობთ რომ დაჩქარდება. მე მგონია რომ უბრალოდ ჩვენ ახლა ისეთ ფაზაში შევდივართ, სადაც ამერიკელები აზრებენ რომ სანქციებით ანუ უბრალოდ სიგნალის გაგზავნა იმის თაობაზე რომ საკმარისი აღარ არის საკმარისი, ამიტომ იქნება ქმედებები.